Aral sasmel. როდის აიღეთ? წავედი Guys, ნუცა შენ რა გინდა? კბილი გინდა თუ არაჩვეულებრივი სასმელი? ცოტა ალკოჰოლური. ცოტა ალკოჰოლური. ცოტა იყოს. ანუ კაცი. წყალი. კრიცი. მე თუ არის ყავა, ყოველთვის. ნუკა, ყავა შეგიძლია? ოღონდ თუ შაქრო. დავაბარეთ უკვე დუტა. მოკლედ სტუმრები უკვე შემოგვიერთდნენ, ნუცა ბუზალაძე, ელენე კალანდაძე, კრისტი კიჩიძე, ანუ კევიჩიძე. ეს ადამიანებიც არაჩვეულებრივი სტუმრები, რესპონდენტები არიან და თანაწამყვანიც, იმიტომ რომ კრისტიმ არა ერთხელ სტუმრობდნენ თან. კი, და კრისტიმ ისე კარგად გაართვა თავი ამ დავალებას, რომ ცოტა ეჭვისვალით უყურებ, მას დიდი გამოცდილება ექნება ამის. ძალიან მიხარია, რომ დღეს კიდევ ერთხელ ხართ ჩვენი სტუმრები თან, ნუცას ისეთი ცოტა მღელვარე პერიოდი აქვს, იმიტომ რომ ემზადება, მიდის, როდის მიდი ხარ? იხვალ გამთენის. დღეს 6 საათზე მაქვს ფენა. ხო, ნუცა ყველაფერი მზადდება. ენერგიით და შემართებით. ყველაფერი მზად არის, მეც მზად ვარ. ყველანაირად მაც მზად არის. თაც მზად თქმა უნდა. ხო, და ეს მოკლედ შემართებით მზადებული შემართებით ენერგიით იქ ყველა უნდა დავაგდო ჩემი ენერგიით. თავი ეს მონაწილეებს გამოვწო. ამაზე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მოგაქვს ძალიან დადებითი მუხტი სმენელისთვის მადლობა. ელენე. დიახ, შენ ხარ ყველაზე კარგ სიტუაციაში, მეგონი ყველაზე ბედნიერი პერიოდია. იმიტომ რომ ხა ძალიან მალე ეხა არა, მაგრამ ხო აცი გავხდები დედა და ვარ მზადებაში მაგისტრის და რაც თავარია, ცოტა გიჟურად ვიქცევი, იმიტომ რომ ვერ ვანებებ სიმღერას თავს. ხო? და ანუ ორ ხმაში ერთად მღერი ხოლმე მე და ბაია. აჰა. რომელიც შვენიერია. ხო, ძალიან. პირიქით ამბობენ ექიმები. ჯერ არ ვიცი. დამაკარია. ჯერ არ ვიცით და მოკლედ. ზუსტად არ ვიცით. იცი რა ექიმები ამბობენ რომ ბავშვს მუცლაყვის პერიოდში უნდა მოასმენინა და ბევრი უნდა უმღერო. კი, ნამდვილად. ბავშვის გარანტირებულია რომ მე მგონი ბავშვისთვის მე მგონი მნიშვნელობა არა, კიდე კარგად მღერის თუ არა. იმდენ რაღაცას ვასმენინებ, რომ არ ვიცი. შეიძლება ან მე იმას ვამბობ, რომ ან ძალიან იჭერი იქნება, ან ძალიან უნიჭო იქნება, არ ვიცი. ძალიან იჭერი რომ შენი შვილი ხო ფაქტორია. ესეც მამაღალი დაწყადება გიორგისგან. ანუკას გადაცემა მე არ ვიცი, ალბათ გახსოვთ, იყო განსაკუთრებული ნამდვილად მთელი სეზონის განმავლობაში, იმიტომ რომ ეს იყო სიყვარულის დღეს დავამსხვერპლად, როდესაც ანუკა გვესტუმრა და მისმა მეუღლემ პირდაპირ ეთერში ესე აუხსნა სიყვარული კიდევ ერთხელ. და ეს იყო ისეთი სიტყვები უთხრა, რომ ჩვენ ყველა წამყვანი პიროდით, ანუკამას ცრემლები ვერ შეიკავა და იტირა, როგორ მაყურებელიც ჩვენთან ერთად. კი, მე მგონი დედა ჩემი მიყვებოდა, რომ იმდენად ემოციური იყო, რომ მე თქვა თვალზე ცრემლი მომადგა. ყველაზე მეტი ნახვა აქვს სხვათა შორის ჩვენს. აი, შეგვიძლია გავიხსენოთ. ძალიან მიყვარხარ და უბედნიერესი ადამიანი. მერტმა შენი თავი მაჩვდა. ძალიან დიდი მადლობა შენ, ძალიან დიდი დამსახურება შენი სამიაზრისი მამა, პასას ოჯახი და კიდევ ვიცოდე, იყო დაწუნებულში, დიდი სიმბოლიზმი გამაჩნია ქვეყანაზე, ეს ხარ შენ და ჩვენი პატარები და ჩვენი ოჯახი. ძალიან მოგაპარდეთ ეს საერთოდ. საუკეთესო მომენტი იყო ერთ-ერთი ჩვენი სეზონის გადაცემების. ჩვენ ძალიან მე მახსოვს ძალიან გვიან ღამემდე ველოდებოდით ამ კომენტარს, იმიტომ რომ კახის არ ეცალა, ძალიან დაკავებული იყო ამ დღეს და რა თქმა უნდა დაგფახდა, მაგრამ ჩვენთვისაც ისეთი იყო ეთერში შესვლამდე რაღაცა არ ვიცოდით ბოლომდე იქნებოდა თუ არა ეს კომენტარი. და რუსკა ჭუმბურიძე მოახერხა და ჩაწერა ჩვენმა ჟურნალისტ. ანუკა, მოდი გავიხსენოთ, თუნდაც ის გადაცემა. შენ არ იცი, რაც თავარია, სიურპრიზი იყო, იმიტომ რომ შენ არ იცოდი. გამოფატოთ ხოლმე თავისი ემოციები ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე ესეთი რაღაცები და იმდენად მოულოდნელი იყო და ისეთი ემოციური აჰა. ნუ დირექტორი ფოტირო და კაცი და ყველა ტიროდა. ჩვენს და ძალიან ემოციური იყო და ხოთა შორის მართლა ძალიან დასაფასებელია რომ ბატონი გახო ამაზე დახვდა. იმიტომ რომ ცოტა ის არის ბევრმა შეიძლება უარი გითქვას ასეთ ექსპერიმენტზე ასე ვთქვათ, მაგრამ გაამართლა ნამდვილად ამ ექსპერიმენტს. კრისტინ
კრისტი, ფიქრობდით, რომ რახან დღეს ჩვენ სტუმარი იქნებოდი, ის სავარძელი ხო არ წამოგვეღო, სადაც იხარ შემოვედი კი დამო. გაკლია, ხო? კრისტი, მოდი გაიხსენე, ის დღეები არაერთხელ ყოფილ ხარ მართლა ჩვენი სტუმარი. არასდროს ჩვენი თანაწამყვანი ცოტა ყველაზე კარგი გადაცემა ეგ იყო, იმიტომ რომ ძალიან გავერთე და ძალიან ისეთი დადებითი ის მივიღე. და ძალიან კარგად მოიდგე ეს როლი, რაც თავარია. კი, ნამდვილად კარგი იყო და ფოტოშოპს ვერ მომწიფდა და საერთოდ თქვენთან რაღაცა საერთოდ არ გამიჭირდა, იმიტომ რომ მე გიგიჩვიეთ უკვე. ხო და საერთოდ რომ მოვედი ტიციანის დააგებოვნე უკვე. არა, ჯერ არა, მაგრამ ეგრე, მოხვედიო, ანუ ჩვენ ისევ ერთად ვარ. მახსოვს, მაშინ იყო იმ დღეს იყო სწორედ კაფე ტიციანიდან რამდენი ჩვენი გადაცემის სტუმარი და არაჩვეულებრივი ტკბილეული მოგვიზარდა და ყველაფერი დავაგემოვნეთ. დავაგემოვნეთ ახლა. მე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ულამაზესი შუადღე არის. ძალიან, ყველაფერი ძალიან ლამაზია. ძალიან ლამაზები ხართ წამყვანა, ხო გოგო? ფერად რაღაც ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა დღეს, რომ რჩევებს ვეკითხებით სტუმრებს, იმიტომ რომ თქვენი აზრით, თუნდაც როგორც რიგითი მაყურებლის, თუნდაც როგორც ჩვენი გადაცემის თანამონაწილეების ძალიან მნიშვნელოვანია. რაღაც კონკრეტული რჩევები, რას გვირჩევდით ამიტომ, რომ გავისვენოთ. სიახლეებს ვაპირებთ ახალი სეზონიდან, განახლებული სტუდია მომავალი. გადაცემას არ ვირჩევდი. სიჩარულე ფერები არ გაკლიათ. ფიქრობ, რომ ესეთი გასვლითი გადაცემები, რომ უფრო მეტი გავიკეთებინათ და აი, სწორი რჩევა. და თუნდაც ხოვლი წვიმა რა გიქნება, რაღაცა ტელეეკრანი ძალიან შეცემით არის ხოლმე და ძალიან ყურებადი ასე ვფიქრობ. კი, ძალიან სწორი რჩევა, მე მგონი. კრისტი, შენ რჩევა როგორი? სტუდიის ოდნავ გაფართოებ, იმიტომ რომ ფოტოშორის იგეთ. ვიცოდ ვიყავი. რემონტი გაკეთდა. მე მგონი მოასწრეთ ოთხში. კი, დაიწყება ხვალიდანვე. თუ რამე დამიზახეთ მოდი. კიდე რას გიჩვენე? ბევრი საინტერესო სტუმრები, საინტერესო თემები. თან ისეთი კარგი გუნდი გყავთ, ისეთი კარგი პროდიუსერი, რომ მეგონი არაკლიათ თუნდაც რაღაც ფანტაზია და თქვენ ისეთი ძალიან ღიარული და ჭკვიანი გოგონები ხართ. ელენე. მე გეტყოდით რომ არ შეიცვალოთ, ანუ არ წახვიდეთ თქვენ, სუსხესამდე იყავით. კიდე ყოველთვის ეცადეთ და მაგას ისედაც აკეთებთ, მაგრამ უფრო მეტი და აი სუპოზიტივი მოგვეცით მაყურებელს, იმიტომ რომ ეს ჩვენ ძალიან გჭირდება და რაც თავარია კერძები, არ წაიყვანოთ. ყოველთვის იყავი, გეხვეწები, თან სულ ამთხოვა ხოლმე მე რომ მოვდივარ, შენი გემრიელი კერძები იქარი. გინო პალესტინელი ამას ახალს დავამბობ. ნუ ჩვენი რჩევები იქნება ძალიან აი მე გირჩევდით, ნუ ეს გაქვს თქვენ გადაცემას ნამდვილად აქვს და მე პირველ რიგში ძალიან სიამოვნებს ხომ როცა უყურებ შუადღეს, იმიტომ რომ მე რაც მიყვარს ეს ხალისიანი ფერები, ხალისიანი განწყობა, ეს დადებითი მუხტი, აი სილამაზე, ხო, რაც გადაცემას მქონდეს, ეს თქვენი გადაცემიდან აი ჩემთვის ნამდვილად მოდის ხომ და ყველასთვის და აი ამას გისურვებთ, რომ ესეთი დადებითი ემოციები და ეს დადებითი მუხტი, რაც თქვენ გადაცემას აქვს, აი სულ გაყვეთ ბოლომდე და აი თქვენ არასდროს არ შეიცვალოთ, იმიტომ რომ აი მართლა ძალიან უხდებით თქვენ სამნი ერთმანეთს, გადაცემასაც ძალიან უხდებით და აი მეც როგორც ან გირჩევთ, მეც გირჩევთ აი უფრო მეტი გასვეთი გადაცემა. კი, აი ძალიან მომწონს ახლა ეს სიტუაცია. მაგრამ მე უნდა აუცილებლად რომ არა ასეთი კაცი სტუმრები ჩვენი გადაცემა არ იქნებოდა ასეთი წარმატებული და კარგი, ამასაც გავუსვათ ხაზი. ნუცა მისაუბრა ზოგადად მის საზაფხულო გეგმებზე, რომ ხვალ მიემგზავრება უკვე იურმალაზე. თქვენი გეგმები მაინტერესებს. რაღაც რომ შევაჯამოთ გარკვეულწილად აი ეს წელი, როგორი იყო შენთვის ძალიან ბედნიერი და ძალიან ხო რა ვიცი რა თუ რაღაც ძალიან კარგი წელი იყო ჩემთვის ნამდვილად ყველაფერი კარგი მოხდა და ძალიან მიხარია ეს იმდენად დამეტყო მეც რომ აი მინდა რომ სულ ეს ჩემი დადებითი და ეს კარგი რაღაცები გავაფრთხიო და ყველას მოსდო და რა ვიცი მე ყველას მინდა ჩემსავით და არა მარტო ჩემსავით შეიძლება უკეთესი სიხარულებით და ბევრი დადებითი მათ ცხოვრებაში. მე ჩემი ზაფხული იქნება მშვიდი და წყნარი, ცოტა გიჟური, ყველა ოსულს და ფერმძიმეს ეგრე არ შეეფერება, ძირითადად სახლში არიან განებივრებულები. მე ეგრე არ შემიძლია ყოფნა, არ შემიძლია მართლა. ჯერ ცოტა ხანი კიდევ მაქვს იმის ჯანი, რომ ვიყო მხეცი და სცენებზე იმას რა ქვია, ვირბინო და გავხარჯო ენერგიები და მე ძალიან კარგი პერიოდი მაქვს იმისთვის, რომ ბავშვთან ერთად მე მუსიკა შევქმნა,
და რაღაცა მოვემზადო რაღაცა სიახლისთვის, რომელიც აუცილებლად იქნება. დიდი მადლობა. ანუ კაი, შენ რო შეაჯამო შენი წელი და შენი გეგმებიც გვაინტერესებს უკვე აი პროფესიულ საქმიანობაში. ერთი ჩვენება უკვე ვნახეთ. ანუ კაცი არაჩვეულებრივი. ჩვენ სტუდიაში სხვათაშორის. ჩემი წელი იყო ძალიან ნაყოფიერი. მესამე შვილი მეყოლა, მაღაზია გავხსენი, ონლაინი გავაკეთე, ანიკიქომი, რომელიც გავიდა უკვე. ეხლა 2015 წლის გაზაფხულის კოლექციაზე ვმუშაობ. ასევე ვაკეთე სპეციალურ კოლექციას მაღაზიისთვის, რომელსაც თბილისის ქართველი მომხმარებელი უკვე სექტემბრიდან იხილავს. საქორწილო კაბების ბუმია ახლა და ხომალე გასხოვებს. რა გამოგიგონია? ელენე ქორწილი არ ქონია ხო? გეგმები მოკლედ ძალიან დიდია და დეკემბრამდე ძალიან გადაწყვეტილია. მიხარია. იქნება შენი საქორწილო კაბები რაღაცით განსხვავებული? კი, ყველა საქორწილო კაბას აქვს რაღაც ისეთი, რომელიც არის და ის შენია. და ძალიან კარგია. ვიცი, შენი გეგმები როგორია? ჯერჯერობით საფხულში მიდიხარ დასასრულებლად. ჯერ არ ვიცი ზუსტად არ გვაქვს დაგეგმილი, მაგრამ ეხლა 26-ში არის ნატალიას დაბადების დღე. ხდება თინეიჯერი. და აი ძალიან ემზადება ამ დღისთვის. და მე თინეიჯერი შვილი ყავს უკვე დაუჯერებელი. კი, და დაუჯერებელი. მთელი აი ეს დღეები ვართ აი ამ სადებაში ხო, იმიტომ რომ მოთხოვნები არის ისეთი, რომ აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დაბადების დღე შენ ესეთი ისაკ ნატალიას და მოთხოვნა რომ უნდა იყოს დიდი და ლამაზი განსაკუთრებული და განსხვავებული დაბადება. მე ალბათ კი არა დავესვენე. მაქვს რაღაც გეგმები, მაგრამ არ მიყვარს ლაპარაკი წინასწარ, იმიტომ რომ მე არ გამო. ანუ მე როგორც ხვდები, ეს ისეთი გეგმებია, ცოტა გრძელვადიანი, რომ ახალი სეზონიდან ჩვენი სტუმრები იქნებით უკვე ქებები არ მოგვაკლდება, მე ესე ვფიქრობ. მე არ გამოვაყარებ. მუცად გეგმა აქვს ისეთი, რომ მარტო მას არ ეხება, ქვეყანასაც ეხება. პრესტიჟის საკითხია ჩვენთვის ყველასთვის როგორი შემართებით მიდიხარ? ანუ არაჩვეულებრივია ესეთი წარმოსახოთ ესე მგონია, რომ აი ყველაზე ენერგიული და ყველაზე გიჟი ალბათ მე ვიქნები, იმიტომ რომ აი ეხლა მაინც ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს იურმალასთან დაკავშირებით. აი უფრო მეტი მათ აი ეხლა უფრო მეტი შემართება და უფრო მეტი ენერგია. მე გავიხსენე შეგაწყვეტინებ ერთ-ერთში პირველი სეზონი და შენი განსაკუთრებული შრომის მოყვარეობა, რამდენ შრომობდი ატარა გოგოს და განსაკუთრებული ნომრები და აბა გოგოს უნდა ქონდეს ენერგია, აბა ვის უნდა ხო და ეხლა რომ ეს გაგიორმაგდა წარმომიდგენია რაღაც საოცრებას უნდა ველოდო. საერთოდ ეს შრომა ხო გასაგებობა ხო, პასუხისმგებლობა საერთოდ ძალიან მეხმარება ყველაფერში და შრომის მოყვარეობას. იმიტომ რომ ეხლა იქაც რო ჩავა ყველა მეუბნება, რომ ეს ყოველდღე დიდი და საღამოდი რეპეტიციები გექნება და ვაიმე როგორ დაიხლები და ვაიმე და ისე უყურებ ხოლმე რომ ხაი მე არ დავიღლები. დაღლა ჯერ წარმატებას მე მიხარია სულ რომ ესეთი დაწესებული გრაფიკი და ეს პირიქით მიხარია. აი როცა სახში ვზივარ მე ხო აი მაშინ მეწყება ხოლმე არ ვიცი. აი მაშინ ყველაზე უბედური მალა. ანუ ნუცა იურმალაში მემგზავრება. ხვალ როდის იწყება ფესტივალი? ფესტივალი იწყება 22 ივლისს და დამთავრდება 29-ში. აი მართლა წარმატებით. გამარჯვება, შევხვდეთ ყველა ერთად ისე ლაიქ სადმე გასვლა. ეს გამარჯვება. რა მე ვფიქრობ რა GDS-ში უნდა აღვნიშნო, იმიტომ რომ ჩვენს გადაცემაში ახალ სეზონზე. კი, GDS-ი იყო აი დასაწყისი მართლა. აი მე GDS-ში მოვიდი, როცა ვიყავი 14 წლის, მაშინ GDS-ი არც იყო. ჯერ გახსნელი ტელევიზია, მივედი სტუდიაში და აი ზუსტად იმ კასტინგზე, როცა მე იქ მოხვდი და ამირჩეს, აი თავისუფლად შემიძლია თქო რა იქიდან დაიწყო ყველაფერი და აი უღმესნადოვანი და გადავხდა. მოდი მაკა, მოდი. წავიდა, წამოვიდა, მოვიდა მაინც ჩვენ. ვერ წავალ აქ. მოწყალი დავჭა, გამარჯობა. არა, ისედაც ხოლმე გამია მე მინდა გადმოგცეთ თაიგულების სიმბოლური საჩუქრები. ჰორტენზია მოგვაწოდა, რომელიც მდებარეობს აბაშიძის 29 ნომერში. ძალიან დიდი მადლობა. და ასევე კიდევ ერთი საჩუქარი, რომელიც მოგვაწოდა მედი, ესთეტიკური მედიცინის ცენტრმა, ეს არის უნიკალური ანტი-ეიჯ სახის მოვლის პროცედურა, რომელიც როგორც საუკეთესო სტუმრებს, როგორც საუკეთესო რესპონდენტებს. არაფერს ადარიგინა დაიჭირო ასეთ ასაკში. და ძალიან დიდი მადლობა მართლა იმისთვის, რომ დღესაც ჩვენთან ერთად იყავით და მე იმედი მაქვს, რომ ახალ სეზონზე ახალი სიახლეებით არაერთხელ ექნებით ჩვენი სტუდიის სტუმრები. გამარჯვებული ნუცაო დაუშვი. მეუბნეს პეტიციას მინდა რომ კიდევ ერთხელ გადავუხადო, მადლობა ესე რომ გვაგრილებს მთელი დღე. შემდეგ ნაწილში აუცილებლად მოვიკითხოთ, ხო, ისინიც.
კი, ნამდვილად. და ახლა სანამ რეკლამა იქნება. და სანამ იურმალაზე მოусმენენ ნუცას, ჩვენი ულიმოდი სანამ იურმალაზე. სტუდიაში შეიძლება რომ იყოს. მეც ცეკვავთ ყველა. კარი, გადავინაცვლოთ მაშინ ჩვენ სცენაზე. ცეკვავს შენ? კი, შეზღუდულად. გარკვეულწილად. ყველა ცეკვავს. არა, თუ გინდა იჯექი. შენ თვითონ ფოტოი იქნება. თავი. ფოტოს გადავიღო, სელფი. ჯერ გადავიდეთ. მუსიკა. Still in my dreams I can hear the sound, a sound of falling stars. Still now I can reach the ground. Those are not so far. The sun holds my hand, leads me up to the sky. Love walks my way, only love is my guide. So my life is a dream where I can say what I'll be. I'm moving in fairy tales, looking for better ways. Well, I close my eyes when I dream at night. We're leaving world behind. I could stay when the spirit died, but joy I won't.